ვინოს უნდა უყურო. დაგიბრუნდით ღია ეთერში სტუმრებთან ერთად. ძალიან საინტერესო თემით გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მზის შვილები და ვოკალურ თეატრალური სტუდია ლურჯაცხენები 1 ივნისის კონცერტისთვის ემზადება. და რაც შეეხება სტუმრებს, სტუდია ლურჯაცხენების მოსწავლე ნინო ჭანტურიძე გვესტუმრა, არასამთავრობო ორგანიზაცია მზის შვილების დამფუძნებელი ინგა ლულაძე და სტუდია ლურჯაცხენების დირექტორი თამარ მებუკე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რაც შეეხება 1 ივნისს, რა თქმა უნდა, დღესასწაულია ყველასთვის და ვფიქრობ, რომ ყველამ დაიწყო მზადება და მით უმეტეს, როდესაც საუბარია სტუდიაზე, როდესაც საუბარია ქალბატონო ინგა თქვენს ორგანიზაციაზე მზის შვილებს გულისხმობ. ძალიან საინტერესო კოლაბორაციით წარსდგებით მაყურებლის წინაშე. ნინიკო, მადლობა იმისთვის, რომ გვეწვიე. სიურპრიზი იყო შენი ჩვენთან სტუმრობა და მართლა ძალიან მიხარია იქიდან გამომდინარე, რომ სტუდიის აქტიური წევრი ხარ და ჩვენთვის სასურველი სტუმარი. მოდი სანამ შენ დაგისვავ კითხვებს, ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. მე მინდა ქალბატონო ინგა აი მოსამზადებელ ეტაპზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მზის შვილებში არაერთი ბენეფიციარი მოდით ვიტყვი ასე, კი ბატონო, და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები და რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს ორგანიზაციას, ანუ 10 წლეულების განმავლობაში უკვე არაერთ პროექტს ახორციელებთ და მით უმეტეს, როდესაც ესეთი საინტერესო კოლაბორაცია გველოდება წინ, მოსამზადებელი ეტაპი საინტერესოა. მოდით რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ და შესაბამისად ქალბატონი თამარიც ამაზე ისაუბრებთ, ჩავშალოთ ეს თემა და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი კითხვა მექნება ნინიკოსთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ნინო, რომ დაინტერესდით ამ თემით და სტუდიაში მოგვიწვიეთ. მივესალმებ მსმენელს. მართლა ძალიან საინტერესო პროექტია. იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ნინო გახდა სტუდია ლურჯაცხენების მოსწავლე. ვცადეთ რა გამოგვივიდოდა პარალელურად ჩვენთან ცენტრში, ორგანიზაციაში ჩვენი ბენეფიციარები ყოველდღიურად ფაქტობრივად სიმღერაში მეცადინეობდნენ, გვყავს მოწვეული სპეციალისტი სპეციალურად ამისთვის, ადგილზე გვყავს ქალბატონი თამარი, რომელიც ბავშვებს სიმღერას ასწავლის და წელს 2 აპრილს ჯერ შარშან სტუდია ცხენების ეგიდით ქალბატონი ნინო გამოვიდა საახალწლო კონცერტზე ძალიან წარმატებულად და წელს უკვე 2 აპრილს ჩავატარეთ ჩვენი ძალებით ძალიან საინტერესო კონცერტი კულტურის ცენტრ მუზაში. უამრავი მაყურებელი ყავდა და კონცერტი, რომელიც დაგეგმილი იყო, რომ სადღაც მაქსიმუმ საათიდან საათი და 20 წუთი გაგრძელდებოდა, 2 საათზე მეტი გაგრძელდა და ხალხს გული დაწყდა, რომ დამთავრდა, იმდენად კარგი გამოვიდა. ამ კონცერტის შემდეგ უკვე ქალბატონ თამარს საუკავშირდი და ვკითხე თუ იყო ამის შესაძლებლობა, რომ კოლაბორაცია გაკეთებულიყო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დახმარება, იმიტომ რომ დამოუკიდებლად რაც არ უნდა სპეციალისტი მოვიწვიო, ხლა ცენტრის პირობებში მე იმ დონეზე ვერ ვასწავლი ბავშვებს სიმღერას და დანარჩენი უკვე ქალბატონმა თამარმა ისაუბროს. მადლობა ქალბატონო ინგა, მადლობა თქვენ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მოგვიწვიეთ. ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ პროექტის ფარგლებში, რომ სტუდია ლურჯაცხენების მოსწავლეები და უსაყვარლესი მზის შვილების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. აბსოლუტურად ყველა ჩვენი პედაგოგი მზადყოფნაში იყო იმისთვის, რომ ჩვენ ეს ერთობლივი კონცერტი გაგვეკეთებინა და უკვე რეპეტიციის რეჟიმი მიმდინარეობს და სტუდია ლურჯაცხენებში სტუმრად მოდიან უსაყვარლესი მზის შვილების მოსწავლეები. მინდა აღნიშნო, რომ როდესაც გავიცანი და გამესაუბრა ქალბატონი ინგა და მისი უსაყვარლესი ნინიკო მოვიწვიეთ ჩვენ სტუდიაში და დაიწყო მეცადინეობა,
მართლა ბედნიერი ვიყავი, რომ იმიტომ რომ ნინიკო არის უნიჭიერესი, უსაყვარლესი, უთბილესი და მართლა მზის შვილია და მადლობა მას რომ მომცა შანსი რომ ამ უსაყვარლეს და უკეთილეს გოგოსთან მაქვს ურთიერთობა და კონცერტი რომელიც ჩატარდა საახალწლო კონცერტზე მართლა ანშლაგი იყო იმდენად საყვარელი იყო ნინო და ვიოლინოზეც დაუკრა და ისეთი სითბო და სიტყვოება იყო მის ხრიდან სტუდიალურ ჯაცხენებთან ურთიერთობის რომ მართლა ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონო ინგა და მადლობა თქვენ რომ ამის საშუალება მოგვეცით რომ ეს ყველაფერი გაგვეჟღერებინა თქვენ ეთერში. რაც შეეხება კოლაბორაცია, ნამდვილად არის საინტერესო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ სტუდიალურ ცხენები და ეს უნიკალური საშუალები ბავშვები და უსაყვარლესები და უნიჭიერესები არაერთხელ უნდა წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე და საზოგადოებას აჩვენონ რომ ჩვენ ერთად გვართ ერთმანეთი გვიყვარს კონცერტსაც ეს დავარქვით. ყველამ ერთად ვიმღეროთ და ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული. მინდა რომ თელმა საქართველომ გაიცნოს ჩვენი საყვარელი ბავშვები და გეპატიჟებით 1 ივნის 4 საათზე 2 საათი იქნება კონცერტი, ხანგრძლივობა სტუმრად მობრძანდით და გვიყურეთ რამდენად საინტერესო პროექტს ვთავაზობთ ფართო აუდიტორიას და ბავშვებს რაც შეეხება. სიამოვნებით და რაც შეეხება ნინოს ნინიკო, მე 11 კლასში ხარ. არაერთ ენას ფლობ, საუბრობ 4 ენაზე, როგორც ვიცი. კიდევ სპორტით ხარ დაკავებული, მუსიკით მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს. დავიწყოთ ლურჯაცხენებით და დავიწყოთ კონცერტით. როგორ ემზადები და როგორ წარსდგები რა ნომრით მაყურებლის წინაშე. იცეკვებ, იმღერებ თუ აი კონკრეტულად შენი დატვირთვა მაინტერესებს როგორია. რა უნდა გააკეთო მოყევიდეთ. დია მასწავლებელი რა სიმღერას კონცერტზე იმღერებ? კონცერტზე რა უნდა გააკეთო? ვიმღერო. კიდე რა უნდა გააკეთო? დავკრავიო ლინოთ და უდაბანა ხალაგან მე ვაბადისო მე ძიუდოს. ეგეც უნდა აჩვენო, კი ბატონო. ლურჯაცხენების კონცერტზე უკვე გამოხვედი? კი. როდის? ამ შემთხვევაში დედიკოა წამყვანი. პირველად მესიარული. და იქ მეცადინეობდი ლურჯაცხენებში. და საახალწლო კონცერტზე რა გააკეთე? ვიმღერე. რა იმღერე? ფიფქებო. ფიფქებო იმღერე, ხო? ძალიან ბევრი შენ და იაკო მასწავლებელმა ძალიან ბევრი მეცადინეთ, რომ ეს სიმღერა კარგად გესწავლა. კიდე. ნინოს მოუყევი შენზე. ნინიკო და რამდენ ენაზე საუბრობ? 4 ენაზე, ხო? კი. რომელ ენებზე? ხანტური, ბარღოლი, ინგლისური და საინა. ჩაინა თუ რუსული დედა? ესე ჩინური სწავლაც უნდა, როგორც მიხვდით. ანუ დასთან ერთად ესპანური სწავლის მცდელობა ქონდა. შვენი. ფლა ისწავლა, მისალმება ისწავლა. თუმცა რუსულს თავად რაღაცნაირად ეცა მაინტერესებს როდის მოასწარი, იმიტომ რომ ადამიანები ისე გადიან მთელი ცხოვრების გზას, რომ ძალიან ბევრი მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს არის უმთავრესი და როდის მოასწარი ამდენი ენის სწავლა? ყოჩახ. როდის მოასწარი? თემდა ხან ესად მე მეტაინო. მე მაგას გამოსნობაზე. ანუ და ძალიან ეხმარება და ურთავს მე რაღაც ფილმებს, სიტყვებს მაგით სწავლობენ ინგლისურ სიტყვებს. ძირითადად რა თქმა უნდა ფილმებით სწავლობენ. ფილმებით ისწავლა ძირითადად. კი ბატონო და რაც შეეხება ვიოლინოს მე ვიცი რომ ძალიან კარგად უკრავ. და რამდენი ხანია რაც ვიოლინოზე უკრავ? 1 წელია. 1 წელია მე დავიწყე და კლავი ლინოზე დათათია მე დავეხმა და თათი არის მასწავლებელი. მივხვდი და თავად აირჩიე ვიოლინო? კი, მე მქონდა დაბრები დღე თემა გავე მე ფული და გადაწყვეტა რომ მე დავიყიდო ვიოლინო.
ლინო და კავტეხეს მიყურება და მე ეს გადავიხადეთ. კი შენი ბატონო. თავად შეიძინე ესე იგი თავად ვიოლინო. შეაგროვა ფული და თავის კი, შეგროვებული ბატონო, ფულით შვენიერი. იყიდა ვიოლი. და რაც შეეხება სპორტს. ძიუდო არის სპორტის ის სახეობა, რომლითაც შენ ხარ გატაცებული, ვიცი რომ საფრანგეთში იყავით და ჩემპიონებიც გახდით. რამდენი ხანია, რაც დაიწყე ვარჯიში ძიუდოში? არა, ერთი წელია ზუსტად რაც ძიუდოშიც ვარჯიშობენ. შარშან მაისის ბოლოს პირველი ვარჯიში ჩაუტარდა. და ეს ის თავად აირჩიე სპორტის ეს სახეობა. კი. და რა გააკეთე მე? ჩემპიონი გახდა მგონი. სოტან და საგავდი და გავხსხარი მე გე ზემასემ ხოთახარი რა გაიგე? მე რა გამოაცხადეს? გამადვანინო კანტულიზე და მე გავხდი და ყველაზე გილოცავ, კიდევ ერთხელ გილოცავ და ნინო მომავალში აპირებ სპორტსმენობას თუ მუსიკოსობა გინდა? რას ფიქრობ? მე მითევნია ორივე. შენიერი პასუხია. კი ბატონო, მე გისურვებ წარმატებებს და აუცილებლად მოვალ 1 ივნის თქვენს კონცერტზე. იძლება ერთი კიდე რა დავამატო. თქმა უნდა, სტუდიალურ გისმენთ. ჯაცხენებს აქვს 32 წლიანი გამოცდილება, მისი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გახლავთ ცნობილი კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი, რომელმაც არაერთი ჰიტი შექმნა და იცნობს ფართო საზოგადოება და ჩვენი რადიო მეტიც. ძალიან კარგი და ქალბატონო ინგა, რაც შეეხება ზოგადად მზისშვილებს, აღნიშნე რომ უკვე წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელეთ და ვისაც არ აქვს ინფორმაცია, თუმცა ფართო საზოგადოება ფლობს ინფორმაციას ამ ორგანიზაციის შესახებ. მოკლედ ისტორიაც რომ შეგვახსენოთ და ამჟამად რამდენი ბენეფიციარია და რა სახის დავუშვათ აქტივობებია თუნდაც აეხლა რას სთავაზობთ თქვენს ბენეფიციარს? მოკლედ ვიტყვი, ვეცდები უფრო სწორად რომ მოკლედ თქვა, იმიტომ რომ ორგანიზაციაზე რო ვიწყებ საუბარს უკვე გაჩერება აღარ მინდა. 2011 წელს დავაფუძნე ორგანიზაცია მზისშვილები და ეს არის ნინოს დამსახურება. ნინოს დაბადების შემდეგ 2015 წლიდან უკვე ამ ორგანიზაციის ბაზაზე არის დღის ცენტრი და დავიწყეთ 12 ბავშვით. 12 ბენეფიციარი გვყავდა, არ გქონდა ფართი, არ გქონდა შემოსავალი და კი ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. დღეს მყავს 130 ბენეფიციარი, მემსახურების სახელმწიფოს სამქვე პროგრამას, ეს არის დღის ცენტრი, რეაბილიტაცია, აბილიტაცია და ადრეული განვითარების ქვე პროგრამები. საკმაოდ კარგად და ხარისხიანად ვმუშაობთ ბავშვებთან და ეს იყო ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი, რომ არ მინდოდა დღის ცენტრი ყოფილიყო ესე ბრწყალებში ვიტყვი ერთგვარი თავშესაფარი ან შემნახველი საკანი ამ ბავშვებისთვის. ალბათ ჩემი ორგანიზაცია იყო პირველი და არ მრცხვენია ამის თქმა, რომელმაც დანერგა და დღის ცენტრის ბაზაზე ყველა სერვისი აბსოლუტურად რაც ამ ბავშვებს ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებს ჭირდებათ, ყველა სერვისი შემოიტანა დღის ცენტრის პროგრამაში. ეს არის სენსორული ინტეგრაცია, ოკუპაციური თერაპია, ადრეული ყველაფერი აბსოლუტურად რაც ჭირდებოდათ. ალბათ ეს იყო სწორედ იმის დამსახურება, ამის დამსახურებაა, რომ გვენდნენ მშობლები და იმ 14 ბავშვიდან დღეს უკვე 130 ბენეფიციარი მყავს და ჩვენი მიზანი კიდე უმთავრესი, რაზეც ყოველდღიურად მუშაობთ, ეს არის აღმოვაჩინოთ ამ ბავშვებში ის რაღაც დაფარული, რასაც აუცილებლად ჭირდება პოვნა. და ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა შარშან ძიუდო. მანამდე ბავშვები დამყავდა ცურვაზე, ბავშვები სადაღარ ყველაფერი ვცადეთ აბსოლუტურად და შარშან 21 მარტის ფარგლებში ეს უნდა ყოფილიყო ერთჯერადი პატარა მოკლეხნიანი პროექტი
და რამდენიმე 5 ბავშვით მივედით ძიუდოს ფედერაციაში, ჯერ ვუყურეთ როგორ ვარჯიშობდნენ თვითონ ჩვენი ჩემპიონები და შემდეგ ბატონ დავით ქევხიშვილთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ რომ გვეცადა რა გამოგვივიდოდა. თუმცა მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც გამოგვივიდა 7 თვის თავზე უკვე ეს 5 ბავშვი რომლებმაც დაიწყეს ვარჯიში საფრანგეთში ევროპის ადაპტირებული ძიუდოს ჩემპიონატზე ყავდა და 5 დაბრუნდა 3 ბავშვი დაბრუნდა რამდენი გოგონა და რამდენი ვაჟია მაშინ იყო 2 გოგონა წავიყვანეთ და 3 ვაჟი გოგონები დაბრუნდნენ ერთმა ხაშურელი გოგონა ვერცხლის მედალი აიღო ნინო მოქროს მედალი და ბიჭებმაც 2-მა ოქრო აიღო და ერთმა ვერცხლი. კი ბატონო. ბულოცა. 5 ბავშვიდან დღეს ვართ უკვე 23 ბავშვი. თებერვლის თვიდან ძიუდოს ფედერაციამ საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ეროვნული გუნდის სტატუსი მოგვცა. გაგიკვირდება ნინო, მაგრამ აი სიამაყით ვამბობ, რომ კვირაში 4ჯერ ვარჯიშობენ. ეს ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვისაც რთულია. ეხლა ვემზადებით შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივართ. მანამდე გვექნება შიდა ჩემპიონატი, უკვე საქართველოს ჩავატარებ ჩემპიონატს. გქონდა პატივი რომ გაგვეხსნა საქართველოს ჩატარდა აპრილის თვეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და ჩვენ გავხსენით ფინალური ბლოკი, ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მასტერსი საქართველოზე გამოვედით და ვაჩვენეთ მაყურებელს რა შეგვიძლია და ყოველდღიურად ამ ძიუდოს მიმართულებით ვითარდებით. გარდა ამისა, უკვე ლურჯაცხენებზე იცით და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ და მე და თამუნას საუბრიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად იქნება ხანგრძლივი ჩვენი თანამშრომლობა ეს არ იქნება რომ ხვალ ვიმღერებთ და ზეგ ნახვამდის ვეტყვით გრძელვადიანი პერსპექტივა დიახ ამის გარდა ძალიან მეამაყება რომ ჩვენ ვართ სუხიშვილების მოცეკვავეები რამდენი მოცეკვავე ეხლა ამ ეტაპზე 14 ბავშვი ნინიკო ცეკვავს კი ბატონო 14 ბავშვი კვირაში 2 ვარჯიში გვაქვს ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. როგორ ასწრებ ნინიკო ამ ყველაფერს ძალიან დაკავებული ხარ, იმიტომ რომ კარგად მესმის რას ნიშნავს ვარჯიში, რას ნიშნავს სპორტული ცხოვრება, რაც შეეხება ცეკვას და მით უმეტეს ახლა სუხიშვილებში, ანუ კვირაში 2ჯერ. კვირაში 2ჯერ სუხიშვილებში, ესეც ძალიან სერიოზული და კვირაში 2ჯერ ლურჯაცხენებში, 4ჯერ ძიუდოზე, 2ჯერ ვიოლინო სინამდვილეში ყოველთვის ამას ვეუბნები მშობელსაც არასოდეს არ დააძალო ბავშვს მილიონი რამე ვცადეთ მოინდომა ცურვაზე მინდა სიარული წავედით ცურვაზე 2 კვირის შემდეგ მითხრა აღარ მინდა ერთხელ წავიყვანე თხოვნით წამოდი ნინო კიდე ნუ მეორედ აღარ წავიყვანე ვცადეთ ის ვცადეთ ყველაფერი ვცადეთ რა თქმა უნდა მართებული მიდგომა არჩევანი თუმცა არასოდეს არ მიცდია ის რომ გაეკეთებინა ის რაც ამას არ უნდა მოინდომა ხატვა დადის ხატვაზე ეხლა უკვე დრო აღარა გვაქვს სამწუხაროდ კემოსტუდიაში დადიოდა და ვეღარ დადის თუმცა აი ეხლა ვხედავ რომ მზადაა იმისთვის რომ იაროს სკოლაშიც იაროს ძიუდოზე ცეკვა სიმღერა სპორტი როგორც სიმღერა სპორტი კი ბატონო და ცენტრის ბენეფიციარი ბავშვების 50% ანალოგიური გრაფიკით ვაცხოვრებ იგივეს აკეთებენ რასაც ნინო ნუ ვიოლინოს გარდა იმიტომ რომ ვიოლინო ამან აირჩია და ნუ იმათ არ უნდათ ისინი დრამზე უკრავენ სამაგიერო დრამის გაკვეთილები მაქვს ცენტრში და იდეალურად უკრავენ მადლობა თქვენ ქალბატონო ინგარ არაჩვეულებრივი მიდგომა და ადამიანებს ძანდებით აი ხა თქვენ აღნიშნეთ რომ დრამის გაკვეთილები გაქვთ და რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს მიწვეული სპეციალისტები გყავთ და ქალბატონი თამარიც ჩართულია ამ პროცესში კი ბატონო ცენტრში მოდის ძალიან სერიოზული დრამი მე მგონი თქვენთან უკრავს რომელიღაც გადაცემაში ლევან გრიგოლია მუსიკის მასწავლებელია ნინოს ვიოლინოს მასწავლებელი თამუნა ნიკოლაიშვილი და ასევე ჩვენ ცენტრში ყავს დასაქმებული მუსთერაპევტად თამარ რაზმაძე კვირაში 2ჯერ გვაქვს რეპეტიციები და ყოველდღიურად გვაქვს სიმღერა
ლევანი და თათია მოდიან ორჯერ, ბავშვებს ასწავლიან დრამზე დაკვრას, ბავშვებს ასწავლიან სიმღერას და დანარჩენი ყოველდღიურად არის სიმღერა. ძალიან კარგი. ნინო, ძალიან დატვირთული ხარ და საერთოდ დაღლას თუ გრძნობ. იმიტომ რომ მე მგონი ადამიანს რაც მეტი საქმე, უფრო მეც ასწრებს. ნამდვილად ეს. ნუ სიამოვნებას განიჭებს ცეკვაც, სიმღერაც და სპორტიც. ყველაზე მეტად რომელი მოგწონს დედიკო? მე არ მიყვარს მეგობრებთან ნახვა. მეგობრებთან უყვარს ყველაზე ხო და მეტად მაშინ ყოფნა. შენს მეგობრებზეც რომ გითხრა. მეგობრებს ქვია ადრია, დემეტრე და მარი კლიმაკასთან მე მიხარია თამაშობთ უნოს სხვადასხვა მაგასთან მიყვარს მე უთაობ აბა ერთხელ ადრია მე და ამათინა მე ცხოვრება მე ერთხელ ეს სასამი აუსი და შეგენაც დედამეს მე და ადრია მე დაიხმარა ანდრე. მიხვა და აუზიდან მე ეხლა სხვა რამე მოყევი. ნინო დედამასადა ნინო ძალიან საყვარელი შეიძლება რაღაც გითხრა, ვიცი რომ საყვარელიო, შეიძლება რაღაც გითხრა. მე მაინტერესებს ეხლა ცენტრში თუ გყავს მეგობრები. მე მყავს ერთი სასერკი მაიმუნი ნიცოტნე ერთი სამად არები პიკეთი დანია რატო არიან მატყუარები? მე მინახავ ვესემ საიდუმროს ეგ მაგას მატყუარა კი არა, ერთგული ქვია, დედიკო. ნინიკო, შენს მეგობრებს მე დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, ძალიან დიდი ბედნიერება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მეგობრებთან ურთიერთობა და მერე საქმე. ან საქმე და მეგობრები, მოკლედ, ერთდროულად მინდა გითხრა და რაც შეეხება სპორტს, თქვენ ხუთნი ხართ, ძიუდოთი დაკავებული და მეგობრები ხართ შესაბამისად. ხუთნი არა, 23 ბავშვია. მაგრამ ხუთი იყო ტურნირზე, ტურნირზე, ხუთი ბავშვით დავიწყე და დღეს 23 ბავშვი. ეს დამამახსოვრდა, ანუ 23 და პატარა დარბაზში ვარჯიშობდი და დღეს კი, საქართველოს ეროვნული გუნდის სტატუსი მოგცა ფედერაცია. ფენიერი ამბავია და ეხა ისევ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა 1 ივნისის კონცერტს დავუბრუნდე. თუ შეიძლება დავაანონსოთ, თუ სიურპრიზად დატოვებთ, არ ვიცი როგორც თქვენ გადაწყვიტავთ, ანუ რას იხილავს მაყურებელი 1 ივნისის სცენაზე. რასაკვირველია თუ თქვენი ნება იქნება დავაანონსოთ. კი ბატონო. 2 საათიანი კონცერტს ვატარებთ 4 საათზე ვიწყებთ. და იხილავს სტუდიალურ ლურჯაცხენების უნიჭერეს უსაყვარლეს და უნიჭერეს უსაყვარლეს მზის შვილების მოსწავლეების კოლაბორაციას, ანუ ერთად უმღერივართ. საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ, რასაკვირველია ამ კონცერტის ფარგლებში და ჩვენ ამისთვის ყველა დღის რეჟიმში გვაქვს რეპეტიციები და მინდა რომ გვესტუმროთ და გავიცნოთ ერთმანეთი ჩვენი კოლაბორაციის ფარგლებში. ხო გვინდა ნინიკო, ხო რომ მოვიდ. ნინიკო რო შემოდი სტუდია ლურჯაცხენებში, ჩემს სახლში მოვედიო, ესე იძახის. ისე მიყვარსო და მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ ინგამ გამომიცხადა ნდობა და უსაყვარლესი ნინიკო მივიღე და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ ნინიკო იყოს ბედნიერი, წარმატებული და ძალიან კარგად ისწავლოს სიმღერები ბევრი და მუსიკა არის არტ-თერაპია ზოგადად და ბავშვის განვითარებას ძალიან ხელს უწყობს. მადლობა ქალბატონო ინგა თქვენ. მადლობა თქვენ. ამისთვის რომ ნდობა გამომიცხადეთ და არა მარტო ნინიკოს, ჩვენ უკვე გავიცანით ნინიკომ მისი მეგობრები გაგვაცნა და ვაპირებთ სხვადასხვა კონცერტები შევთავაზოთ. ხო ნინიკო? ხო და არაერთხელ გიხილავთ სცენაზე, კი ბატონო. მე წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ და რაც შეეხება ნინიკოს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ არჩევანს გააკეთებს, იმიტომ რომ უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ხარ, ნინიკო, 4 ენაზე საუბრობ, როგორც აღნიშნეთ, ვისაუბრეთ სპორტით დაკავებული, მუსიკით, ცეკვით და რაღაცა მგონია, რომ მაინც
სპორტს გაყვები, იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს კადრები. კი ბატონო, მithumetes შენ უკვე იგემე ჩემპიონობის ჩემპიონობა რას ნიშნავს და ასე რომ რა მიმართულებითაც არ უნდა წახვიდე, წარმატებებით და დამპირდი რომ კიდევ მოხვალ სტუდიაში ჩვენთან. ხვალ ჩვენთან კიდევ. გინაცვალე. კარგი, დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებთ ხალბატონო ინგა და დავასრულოთ. არა, არ დავამატებ. მეც მხოლოდ მადლიერების გარდა არაფერი მეთქმის. მადლობა თამარ, მადლობა ნინო თქვენც რომ დაინტერესდით ამ თემით და აბსოლუტურად ყველას, მუშტაიტის ბაღი ისეთი ადგილია და ისეთი ლოკაციაა, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია მოსვლა, დასწრება თავისუფალი იქნება და ყველა მსურველს ვეპატიჟებით რომ დაანონსებულის გარდა თამარმა უკვე რაც თქვა, ჩვენც პატარა სიურპრიზებს ვამზადებთ ბავშვებთან ერთად და ძალიან გაგვეხარდება თუ მობზანდებით და გვიყურებთ. დარწმუნებულია რომ პირველი ივნის ძალიან საინტერესო სანახაობა, საინტერესო კონცერტი ელოდება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ პირველი ივნის გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია მზის შვილების და ვოკალურ თეატრალური სტუდია ლურჯაცხენების ერთობლივი კონცერტი. ასე რომ ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ მუშტაედის. კი ბატონო. მადლობა, ჩვენი სტუმრები იყვნენ სტუდია ლურჯაცხენების წევრი მოსწავლე კი ბატონო ნინო ჭანტურიძე, სტუდიის დირექტორი ქალბატონი თამარ მებუკე და მზის შვილების დირექტორი ქალბატონი ინგა ლოლაძე. მადლობა წარმატებები და დროებით. დიდი მადლობა ნახვამდის.